დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში ვიმუშავებ გუაშებით, დავხატავ ძალიან მარტივ პეიზაჟს, სადაც იქნება წვიმა. სხვათა შორის ბევრმა მომწერა კომენტარებში, რომ დამეხატა წვიმის პეიზაჟი, ამიტომ გავითვალისწინე. პირველ ეტაპზე sketchbook-ზე დავამაგრებ საკანცელერიო სკოჩს, რომლითაც გავაკეთებ ერთგვარ ჩარჩოს. როგორც გითხარით, დაგჭირდება გუაში, პალიტრა, რა თქმა უნდა, წყალი და ფუნჯები. ამ გუაშზე ახლა რასაც ვიყენებ, ჩავწერე მოკლე ვიდეო და ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, რადგან ესეთი კარგი გუაში კარგი ხანია არ გამომიყენები. აი, ძალიან კარგი ხარისხი არის, ნამდვილად არ ველოდი, თვითონ პიგმენტიც არის აი ძალიან ისეთი კონტრასტული და ძლიერი. დაფარვა აქ ძალიან კარგი და თვითონ ტექსტურაც აი ძალიან კარგი არის და მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ამ გუაშებით. მოყვება თავისი პატარა პალიტრა და ფუნჯები. აი ეს ტიუბებით ძალიან მოსახერხებელია, რადგან აი მქილებში რო იყიდება ხოლმე გუაშები, ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ ხშირად ხმება ხოლმე გუაში და ცოტა არაკომფორტულია. და ეს ტიუბებში ბევრად კომფორტულია. უბრალოდ აქამდე ტიუბებში კარგი ხარისხის გუაში მე პირადად არ შემხვედრია და აი ამაზე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ამ გუაშებით. ვიყიდე ბიბლში ღირდა 20 ლარი. ფასიც ძალიან ნორმალურია. პალიტრაზე დავასხავ ფერებს. ერთადერთი რა შენიშვნაც მაქვს, ესე იგი ამ გუაშთან არის ის, რომ არ არის მუქი მწვანე. შესაბამისად დავასხავ შავს, რომ აი ეს ღია მწვანე ამ შავით გავამუქო. არის ზილონკის ფერი, ღია მწვანე, ანუ ყველაფერი არის და საკმაოდ კარგი ფერებია, მაგრამ რატომაც არ არის აი ეს მუქი მწვანე, რომელიც რა ვიცი, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ფერია ჩემი აზრით. რაც შეეხება ფურცელს, არ გამოიყენოთ ძალიან თხელი ფურცელი გუაშისთვის, რადგან ანუ წყლის საღებავია და შეიძლება დაგეკუჭოთ და დაგეხეთ. ამიტომ გამოიყენეთ შედარებით სქელი ფურცელი. და ასევე გირჩევთ, რომ თუ ხატვას ეხლა იწყებთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დაიწყოთ ხატვის სწავლა აკრილით, რაც ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებულია. ხატვის სწავლა დაიწყეთ გუაშით. ეს არის ბევრად აკადემიური მეთოდი და ბევრად დაგეხმარებათ, რომ განვითარდეთ და სწორად ისწავლოთ ხატვა. ვიდრე აკრილით რომ დაიწყოთ ხატვა. ესე იგი, ავიღებ საშუალო ფუნჯს, რომელიც არის სინთეთიკური, მაგრამ რბილი, რომელიც არის გუაშისთვის და აკრილისთვის განკუთვნილი და აკვარელისთვისაც შეიძლება. ხელსახოცი გქონდეთ ხოლმე აუცილებლად თან, რომ პერიოდულად შეამშრალოთ ფუნჯი. ავიღე ლურჯი, ცოტა შავი დავამატე და ცოტა ზილონკის ფერი. მოკეთ ესეთი ძალიან მუქი ფონი უნდა შევქმნა. ქვემოთ იქნება უფრო მუქი ტონი და ზემოთ ნორმალურად გავაღიავებ. შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ არ გაქვთ ჯერ კიდევ გამოწერილი, დააჭირეთ subscribe ღილაკს, ასევე ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ასევე ამითი არხსაც დაეხმარებით, რომ უფრო განვითარდეს და მეც სტიმული მექნება, რომ უფრო მეტი ვიდეოები ჩავწერო თქვენთვის. გუაშით ხატვის დროს არ გამოიყენოთ ბევრი წყალი, მაგრამ აი ძალიან მშრალიც არ უნდა იყოს ფუნჯი. აი ესე ვთქვათ, ძალიან რბილად უნდა დადიოდეს ფუნჯი ფურცელზე. თუ არ დადის რბილად, ესე იგი ან საღებავი გაკლიათ, ან წყალი გაკლიათ, რომელიმე დაამატეთ. ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ აი გუაშის სტრუქტურა არის დაახლოებით ესეთი უფრო კრემისებური. აი აკვარელის ხვარი უფრო წყალ-წყალად და სუწყლით ვაღიავებთ და გადაყვავს და გუაში უფრო ისეთი არის სქელი, როგორც ვთქვათ, ზეთი და უნდა ვიმუშაოთ უფრო სქლად. როცა ვმუშაობთ ესეთ ერთგვაროვან ფონებზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ კიდევ უფრო დიდი ფუნჯი, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ღრუბელი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ფონი გახდეს უფრო ერთგვაროვანი.
ჩამოჭრილი მაქვს ესეთი პატარა ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ოდნავ დავასველე და ესეთი მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით ფერები შემყავს ერთმანეთში და როგორც ხედავთ, უფრო რბილი გადასვლები გამოვიდა და რაღაც ფაქტურაც მიიღო, რაც ძალიან მომწონს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ გადავალთ უკვე მეორე ფენის დახატვაზე, კარგად გაშრეს ეს ფონი, რადგან უბრალოდ ფურცელი გაიხევა და ვეღარ შეუძლებს დახატვას. ადგილებში დავამატებ მსუბუქად სიმუქებს და გადავალ, როგორც გითხარით, მეორე ფენაზე, ოღონდ გაშრობის შემდეგ. როგორც გითხარით, ვხატავ ძალიან მარტივ პეიზაჟს, წვიმიანს და აი ახლა დავხატავ ტოტებს, დაახლოებით მოვხაზავ ფანქრით და შემდეგ დავხატავ უკვე ამ ტოტებზე ფოთლებს. შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ ფოთლების ხატვა, შეგიძლიათ ჩემსავით ჯერ ფანქრით მოხაზოთ დაახლოებით ტოტები სადღან გადანაწილდება და შემდეგ უკვე დავიწყებთ გუაშით დახატვას. ეხლა ავიღებ მწვანე ფერს, იმიტომ რომ ფოთლების ფერი მინდა შევადგინო. შედარებით წვრილი ფუნჯი მაქვს ახლა, მწვანე, ოხრა და ცოტა თეთრი. სხვათა შორის აი ამ გუაშს რა ფუნჯებიც მოყვა, მაგითი ვხატავ და ძალიან მომწონს. ძალიან კარგი ხარისხის ფუნჯებია ნამდვილად. სინთეთიკურია, საკმაოდ რბილი და კარგი წვერი აქვს. დავიწყე ფოთლების ხატვა. ფოთლების ხატვის დროს, ესე იგი, გაითვალისწინეთ, რომ ადგილებში დაუტოვოთ ესეთი წვეტის ფორმა. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფუნჯზე არ ქონდეთ ძალიან ბევრი საღებავი, აი ესე თხლად იყოს საღებავი ფუნჯზე, რომ აი ეს წვეტები უფრო მარტივად დაუხატოთ.
ჯერჯერობით ბევრი ფოთოლი გვაქვს დასახატი. პირველი ფენესე მთლიანად ღია ფოთლებით დავფეროთ და შემდეგ მუქებით დავამატოთ. სანამ ამ ფოთლებს დავხატავ, შეგახსენებთ, რომ ვისაც გინდათ ხატვა შეისწავლოთ უფრო სიღრმისეულად, გელოდებით ყველას ჩემ ხატვის სტუდიაში გამოხატეში, რომელიც მდებარეობს ვერაზე ჯანაშიას 4 ნომერში. გამოხატეში გვაქვს ბავშვების ჯგუფები 5-დან 13 წლამდე და ასევე გვაქვს დიდების ჯგუფები, სადაც ასაკი შეზღუდული არ არის და ყველანაირი ასაკობრივი ჯგუფები გვაქვს. არანაირი ხატვის გამოცდილება არ არის საჭირო, შეგიძლიათ პირდაპირ მოხვიდეთ და დაიწყოთ ხატვა ძალიან გამარტივებული და ეფექტური მეთოდით. მოკლედ გასწავლით თან მარტივად, არანაირი დაბრკოლება არ გექნებათ ამასთან დაკავშირებით, რადგან ბევრი ღელავს ხოლმე, რომ არასდროს არ უხატია და როგორ შეძლებს დახატოს და ასე შემდეგ. ანუ თქვენ უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და სურვილი უნდა გქონდეთ და დანარჩენი მოგვანდეთ ჩვენ. ასევე არ მოგაქვთ არანაირი სახატავი მასალა, რადგან ყველაფერი გვხდებათ ადგილზე. და მოკლედ რეგისტრაციისთვის უნდა მოგწეროთ ჩვენს პირად შეტყობინებაში Facebook-ზე ან Instagram-ზე და ყველაფერზე გიპასუხებთ დეტალურად. ასევე გვაქვს აბიტურიენტების ჯგუფები, რომლებიც ემზადებიან სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად. აბიტურიენტების შერჩევა ხდება გასაუბრების შემდეგ. დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ნახატს და შევადგინე ოდნავ უფრო ღია ფოთლის ფერი, რომ ყველა ფოთოლი ერთი ფერი არ გამოგვივიდეს და ახლა დავამატებ ცოტა ღია ფოთლებს. ამითი ჩვენი ნახატი უფრო საინტერესო გახდება და უფრო რეალურს დაემსგავსება. თქვენ თუ ატყობთ, რომ თქვათ გიჭირთ პირდაპირ ფუნჯით დახატვა ფოთლების, არ იქნება პრობლემა, რომ ჯერ მოხაზოთ ფანქრით და შემდეგ უკვე დაამუშავოთ გუაშის საღებავებით. თუ რამე კითხვები გიჩნდებათ, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და ყველაფერს ვკითხულობ და ყველაფერზე გიპასუხებთ და ასევე ყოველთვის ვითვალისწინებ თქვენ თხოვნებს, რა გინდათ რომ დავხატოთ, რისი ხატვა გინდათ რომ გასწავლოთ და მოკლედ გელოდებით კომენტარებში. ერთადერთი გეტყვით იმას, რომ ძალიან გთხოვთ არ მომწეროთ ვიღაცების სახელები და გვარები, რომ ის დახატე, ის დახატე, ანუ ჩემი გვერდი, ჩემი YouTube-ის გვერდი არის ცოტა სხვა მიმართულების. მე ვასწავლი აკადემიურ ხატვას, ვასწავლი ტექნიკებს, სხვადასხვა მასალაში მუშაობას, ანუ მე გასწავლით, ასე ვთქვათ, რაღაც საფუძველს და მერე თქვენ ვინც გინდათ ის დახატეთ. ასე რომ აი ესეთი შეკვეთები, ნუ რა ვიცი, თუ გინდათ წერეთ, მაგრამ უბრალოდ არ გაგიკვირდეთ, რომ არ შეგისრულოთ ეს სურვილები, რადგან მსგავსი პროფილი უпростоრად ჩემი YouTube-ი მსგავსი პროფილის არ არის. ასე რომ არ წეროთ მსგავსი თემები. ეხლა გადავედი უკვე მუქი ტონი ავიღე. როგორც გითხარით, მწვანე არ მაქვს მუქი, ამიტომ ჩვეულებრივ ღია მწვანეს დავამატე შავი და დავიწყე უკვე მუქი ფოთლების დახატვა. ეცადეთ, რომ ფოთლების ხატვის დროს ყველა ფოთოლი არ იყოს ერთი და იგივე ზომის, ერთი და იგივე ფორმის და ერთი და იგივე მიმართულებები არ გქონდეს. აი ეცადეთ, რომ ცოტ-ცოტა მსუბუქად ყველა ფოთოლი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, რომ რაღაცა ბანალური მონახაზები არ გამოვიდეს და იყოს უფრო ბუნებრივი ეფექტის.
დავხატოთ ეს ფოთლები ბოლომდე და როგორც შეგკვირდით, ბოლოს დავამატებთ უკვე წვიმას და გავაკეთებთ წვიმიან პეიზაჟს. როგორც ხედავთ, თითქოს ძალიან მარტივი პეიზაჟია, მაგრამ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წვრილი დეტალები, ეს თითოეული ფოთოლი კარგად დავამუშაოთ და რაღაცა სხვადასხვა ტონებში დავხატოთ, რომ არ იყოს ძალიან არაბუნებრივი და ხელოვნური. სპეციალურად არ ვაჩქარებ ხოლმე ვიდეოებს, რომ დაინახოთ, რამდენად ზოგადად რუტინული არის და ასევე შრომატევადი ესეთი მარტივი ნახატებიც კი. ზოგადად დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები უკვე იმდენად სწრაფ ვიდეოებს უყურებენ და იმდენად რაღაც ეფექტურ ვიდეოებს უყურებენ, აი თუნდაც აი იმ შორტებს, ასე ვთქვათ, ხო? გამარტივებულად, რომ გონიათ, რომ აი ეს ხატვა არის ძალიან მარტივი და მართლა 5 წამში და 10 წამში შეიძლება რამე ნორმალური დახატო. სინამდვილეში ესე არ არის. აი მე თვითონაც ვწერ ხოლმე ძალიან მოკლე ვიდეოებს, აი მაგალითად 15 წამიანებს, მაგრამ ამ 15 წამის უკან დგას ხოლმე, მინიმუმ 1 საათი, რადგან ყოველთვის ნებისმიერი ნახატი თუ გინდათ რომ ნორმალური გამოვიდეს, ძალიან შრომატევადია და მოითხოვს ცოტა მეტ დროს და მეტ ყურადღებას. ასევე ხატვის სასწავლოდაც რომ მოდიან ხოლმე, ხშირად რაღაც იმედგაცრუებულები არიან, რადგან გონიათ რომ ვიღაცა იქ რაღაც თქვათ ტელეფონში რო უყურებენ, ის ვიღაცა ძალიან ნიჭიერია და მარტივად ხატავს და ამას არ გამოსდის. სინამდვილეში ჩვენ არასდროს არ ვიცით ეკრანების უკან რა ხდება და ესაც თუ ის მხატვარი რამდენი ხანი ხატავს ერთ ნახატს. ამიტომ არ დაიჯეროთ ხოლმე მსგავსი რაღაცაები და თუ გადაწყვიტავთ რომ ისწავლოთ ხატვა, აუცილებლად განეწყვეთ იმისთვის, რომ ეს არის ძალიან შრომატევადი, აი როგორც ნებისმიერი რაღაცა ახალი საქმის სწავლა. ეს არის ძალიან შრომატევადი და მოითხოვს ბევრ დროს ენერგიას, ყურადღებას და მუშაობას. არანაირი ნიჭი და რაღაც ესეთი ზემოდან დაცემული რაღაცების იმედები არ გქონდეთ. ყველაფერი არის რუტინა, შრომა და მოკლედ შემდეგ არის ხოლმე შედეგი. არსებობენ რა თქმა უნდა ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ ეს ნიჭი რაღაცა კარგი დანამატია ხოლმე ზოგადად და არა ის რომ მხოლოდ ნიჭზე არის რამე აწყობილი და 15 წამში ნახატები იხატება და რაღაცა დანარჩენი ესე წვანან და ისვენებენ. ესე არ არის. ნებისმიერი კარგი ნახატის უკან დგას დიდი შრომა. ეს რაც შეეხება მოკლე ვიდეოებს. ამიტომ მე არ ვაჩქარებ ხოლმე ხშირად რომ ნახოთ რამდენად ესეთი რუტინული სამუშაოა. ეხლა ავიღე ძალიან წვრილი ფუნჯი, უბრალოდ საშუალო ზომის ფუნჯია, მაგრამ ძალიან წვრილი წვერი აქვს. ავიღე თეთრი საღებავი და გავაკეთებ წვიმის ეფექტს. ეხლა დააკვირდით როგორ უნდა დავხატოთ ეს წვიმის ეფექტი. ნახეთ თეთრს რო აიღებთ, აკეთებთ აი ერთ ხაზზე, მაგრამ ადგილებში წყვეტ ხაზს. აი დააკვირდით როგორ მუშაობ. ანუ ისე არ ვაკეთებთ, რომ აი ალაგ-ალაგ სხვადასხვა ხაზებზე ხატავთ ამ თეთრ ზოლებს. არა, სინამდვილეში აი ესე ერთ ხაზად მოდის, თუ გვინდა რომ ცოტა რეალური ეფექტი მივიღოთ, ადგილებში წყდება, ადგილებში ზოგჯერ უბრალოდ თეთრი წერტილია და მოკეთ ესეთი სხვადასხვა ზომის ხაზები გვაქვს.
ასევე ადგილებში უფრო მეტად თეთრია, ადგილებში უფრო გამჭვირვალე. ამითიც იღებთ ესეთ რეალურ ეფექტს. წვიმის ხატვის დროსაც არ იჩქაროთ. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ძალიან წვრილი ფუნჯი, ან კარგი წვეტიანი ფუნჯი და მოკლედ აი ესე ნელ-ნელა გააკეთოთ წვიმის ეფექტი. ასევე შემიძლია გირჩიოთ თუ არ გაქვთ წვრილი ფუნჯი და თქვენი ფუნჯი შედარებით სქელი ან უფრო გაფუწული არის, შეგიძლიათ აიღოთ მაკრატელი, გარშემო შემოჭრათ ეს ზედმეტი ბეწვები, ასე ვთქვათ, რაც აქვს. და ნელ-ნელა ისე დაათხელოთ და დააწვრილოთ, რომ დაგჩეთ ძალიან რამოდენიმე ღერი, ცოტა და წვეტიც გაუკეთოთ. მე თვითონაც ხშირად მიუმართავ ხოლმე ამ მეთოდს, რადგან ფუნჯები ზოგადად ძალიან მალე ფუჭდება და შეგიძლიათ მოკლედ, როცა გაიფუწება ხოლმე ეს ფუნჯები, გარშემო ეს გაფუწულები მოაჭრათ და იმუშავებთ წვრილი ფუნჯით. ესე იგი, როგორც გითხარით, ყოველთვის ვკითხულობ თქვენ კომენტარებს, ძალიან მიხარია, რომ მიყურებთ, ძალიან მიხარია თქვენი თითოეული თბილი კომენტარი. ძალიან დიდი სტიმულია ეს ჩემთვის, რომ ხშირად ჩავწერო ვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ძალიან ცოტა დრო მაქვს, სულ ვცდილობ, რომ ვიდეოები არ გამოვტოვო ხოლმე YouTube-ზე. ხო და გელოდებით კომენტარებში მომწერეთ რისი ხატვა გინდათ რომ მისწავლოთ, ასევე ზოგადად რა გაინტერესებთ მხატვრობასთან დაკავშირებით და თუ თბილისში ხართ და შეგიძლიათ რომ იაროთ ჩემს სტუდიაში, რა თქმა უნდა მთელი გულით გირჩევთ და გელოდებით მოხვიდეთ გამოხატაში და ისწავლოთ ხატვა. მოგწერეთ კომენტარებში და დეტალებზე ყველაფერზე გიპასუხებთ. და რაც მთავარია, არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ეხლა ავადრობ უკვე ჩვენ საკანცელერიო სკოჩს და ჩვენი ნახატი მზად არის. მომავალ ვიდეომდე.